მას შემდეგ რაც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო ძალიან სწრაფად მოულოდნელად ისინი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ ასადის არმიას და ასადის მომხრეებს ყოფილი ტერორისტებისთვის თუმცა მე არ ვიცი რამდენად არსებობს ყოფილი ტეроრისტი და ის განსხვავდება ის მოქმედი ტერორისტებისგან მაგრამ ფაქტია რომ ყოფილი ტერორისტები იქცნენ ეხა ეროვნულ გმირებად დემოკრატებად გამათავისუფლებლებად და მოგვევლინა სირიის სახელმწიფოდან ვინმე ალ-ჯულანი რომელიც ტერორისტი იყო მისი ორგანიზაცია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ყავდა ამერიკის შეერთებული შტატებს მაგრამ შემდეგ რაც ის მოგვივლინა სირიის გადამრჩენლად ის ამოიღეს მისი ორგანიზაცია ამოიღეს ტერორისტების სიიდან და ბუნებრივია ალ-ჯულანიც ეხლა დემოკრატიისთვის მებრძოლ მეომრად გვექცა ის დავარცხნულ დაბანილ ჩაკოსტუმებული გვაჩვენეს მეინსტრიმული მედიით მან ელაპარაკა ძალიან დალაგებულად ახალ დემოკრატიულ პროცესებზე სირიაში სისხლიანი ასადის რეჟიმის წინააღმდეგ და პრინციპში რა თქმა უნდა ასადის რეჟიმი იყო სისხლიანი თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ერთი სისხლიანი რეჟიმი რო ჩანაცვლება მეორე რეჟიმით ის მეორე რეჟიმით ყოფილი ტერორისტი არის დემოკრატი და არის ანგელოზი მაგრამ ფაქტია რომ ასეთი რამ მოხდა სირიაში მის ტერიტორიამ გადასარევად გაინაწილეს დიდმა მოთამაშეებმა და ძლიერმა მოთამაშეებმა ყველანი სიმაღლეები დაიკავა ისრაელმა იმიტომ რომ მისი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია თურქეთმა დაიკავა იდლიბის პროვინცია ის ადგილი რომელიც ასევე მისი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ამერიკის შეერთებული შტატები აკონტროლებს ქურთებით დასახლებულ ტერიტორიას სირიაში სადაც არის სირიული ენერგომატარებლების დიდი ნაწილი და ჯერჯერობით ვითარება ხოლო თვითონ სირიაში კონსტიტუციის მოქმედება შეჩერდა რაღაც საბჭოს მაგვარი აირჩიეს რომელიც ერთი სიტყვით მართავს ახალი კონსტიტუციის მიღებამდე სირიას ალ-ჯულანმა თუმცა დადო პირობა რომ ის არ შეეხებოდა არავის და დემოკრატია და ნამდვილი სამოთხე დამყარებულა სირიაში მაგრამ მას შემდეგ რაც ისრაელი ბიფტექსივით გაინაწილეს სირია უკვე სირიის შიგნით მოსულმა ყოფილმა ტერორისტ დაიწყეს ანგარიშწორება ალავიტებთან ალავიტები ეს არის ის ნაწილი რელიგიური დაჯგუფება შეიძლება ასე ითქვას თუ რელიგიური ერთობა ადამიანებისა რომლებიც მართავდნენ სირიას კერძოდ ალავიტების წარმომადგენელი იყო ბაშარ ალ-ასადი მამამისი და ახლა მიდის ანგარიშწორება მათ ხოცავენ დუმს მეინსტრიმული მედიაც დუმს დასავლეთი და დუმვართ ჩვენც რატომ მოვიტანე ხა მე ეს მაგალითი მოვიტანე იმიტომ რომ რაც მოვიდა სირიას ეს არის ერთ-ერთი შესაძლო სცენარი რაც შეიძლება მოვიდეს ჩვენ ქვეყანას თუ ჩვენ გავაგრძელებთ თქვა უგონო ემოციურ ერთმანეთის სიძულვილით ახსავსე პოლიტიკას ურთიერთდამოკიდებულებას ერთმანეთთან ასე რომ მე ვფიქრობ უმჯობესია თვალე მივადევნოთ სირიაში მიმდინარე პროცესებს რომელსაც არავინ ადევნებს თვალს ოფიციალურად არავის არ აღვლებს იქ რა ხდება და კარგად გავიაზროთ რისკენ მივდივართ ჩვენ